ნინო სამყურაშვილი საუბრობდა ბრიუსელიდან. საქართველოს და ევროკავშირის შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დასრულებულია. ამის შესახებ განცხადება ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა და განმარტა, რომ შეთანხმების ხელმოსაწერად მომზადებაზე მუშაობა უკვე დაიწყო. მინისტრის ვარაუდით, ხელშეკრულება ძალაში წელიწად-ნახევრის განმავლობაში უნდა შევიდეს, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში ევროკავშირის ქვეყნებში საქონელი ექსპორტზე გაიტაროს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ნოემბერში ვილნიუსში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ. ეს შეთანხმება გულისხმობს არა მხოლოდ სატარიფო ლიბერალიზაციას, არამედ საქართველოში ნაწარმი პროდუქციისა და მომსახურებისათვის ასევე ტექნიკური ბარიერების მოხსნას ევროკავშირის ბაზარზე შესვლისათვის. ეს მოიცავს 28 ქვეყანას, სადაც ცხოვრობს 9 მილიარდზე მეტი მომხმარებელი.